გადაცემთ სასამართლო შემადგენლობას მოსამართლე სალექ შაინიძეს, თობის დივანი სოფიო კაცილაძე და გადმოვარდა ღარებს მოსამართლის ამ თობის დილის აღრევესებთან აცილების უდებას უბრალოდ შესაბამისი სამწუხაროდ. აცილება ხო არა სასამართლო შემადგენლობის მიმართ? არა, ბატონო. ოფიციალური გამოსავალს. აცილების შუამდგომლობა მისამებით, როგორც თქვენი ცნობილია, ჩვენ წარმოვადგინეთ შუამდგომლობა, რომელიც ეხება მოსამართლის აცილებას. კერძოდ აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ეფუძნება იმას, რომ შესაძლოა არსებობდეს ისეთი პირობები, რომელიც ამ სასამართლოს გადაწყვეტილების ობიექტურობას საზოგადოების თვალში დაადევნებს ეჭქვეშ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არსებობს ნათესაური კავშირი თქვენსა და მზია ამაღლობელს შორის, კერძოდ საუბარია იმაზე, რომ თქვენ ხართ მზია ამაღლობელის დეიდაშვილის სიძე, რაც შესაბამისად ამ შემთხვევაში არის ის გარემოებები, რომელიც თქვენი ამ საქმიდან ჩამოშორების წინაპირობას იძლევა. მაგრამ პირველ შუამდგომლობა არის სხვა შუამდგომლობაც გვაქვს ასევე აცილებას. აცილების საკითხი და შემდგომლობებს სხვა შუამდგომლობებზე. მოგეთანხმებით რა თქმა უნდა, ამ შუამდგომლობას. გავაბოლოებთ ეხარხებით აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას. Twin advocate. Casaghetti. Სასამართლოში არის 2020 წლის 28 თებერვალს შემოსული წერილობით შუამდგომლობა მოსამართლის თაობაზე. რატომ გავეცანი ამ შუამდგომლობას 14 თებერვალს არის შემოსული სამართლის ოფისთან მიმასადებით სასამართლოში განსაკუთრებულად. მოკლე განმარტებას მაინც გავაკეთებ და თქვენს მოსაზრებასაც მოვისმენთ. ორივე არის. ქალბატონი მზია, რომ მოსამართლის სიმაღლის დედაშვილი იყოს, სამართლისთვის ცნობილი გახდა 11 იანვარს, როცა მოხდა სამართლის წესით მისი დაკარგვა და ცნობილი გახდა, რომ ის იყო ჩემი სიმაღლის დედაშვილი, პირადად არ ვიცოდი, რომ სიმაღლის დედაშვილი იყო. თუმცა მის ძმას, რომელიც დარბაზში ბრძანდება, მე მიხარია ვიცნობ, გვაქვს შესაბამისი ასე ვთქვათ, მისამება ერთმანეთთან, როცა ვხვდებით, ხშირად ვხვდებით, შევხვდებით წორებისეულად წელიწადში, ერთ-ერთ წელიწადში ვთქვათ, ერთჯერ. ის რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ჩემი სიმაღლის დედაშვილი იყო, თუმცა არ ვიცოდი, რომ ქალბატონი მზია იყო მისი და ასე ვთქვათ, ჩემი სიმაღლის დედაშვილი. მე რატომაც ქალბატონი მზია მეგონა კონკრეტული ამბავები. ნუ ეს საკითხი გახდა ჩემთვის ცნობილი. რა თქმა უნდა, მე ამაზე ისედაც ვიფიქრე, მაგრამ მე ვერ დავინახე თვითაცილების საფუძველი, თორემ მოსმენის გარეშეც მიმდინარე გადაწყვეტილებას თვითაცილების შესახებ. ნუ თუ ჩავდივარ, არის თვითაცილების საფუძველი. ხოლო ახლა ეს მიმდინარე გადაწყვეტილება სიმაღლის შესაბამება, ნამდვილად არის ჩემი სიმაღლის დედაშვილი. რა თქმა უნდა, ეს საკითხი სტომაზებთან გადაწყვეტილი იყო, მე მოგისმენთ შუამდგომლობის ავტორებს კიდევ ერთხელ და ასევე უნდა მოვიცნო მოწინააღმდეგე მხარეს, ოფიციალურ წარმომადგენლებს, თქვენ მოსაზრება რა არის და თქვენ შეგიძლიათ დავაკეთოთ შუამდგომლობასთან დაკავშირებით უდექნებოდან მოსაზრება გამარტება გამოხატეთ. ბატონო მოსამართლე, არ ვეთანხმებით აცილების შუამდგომლობას შემდეგ გარემოებათა დაავადება. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ სასამართლო თვითაცილებას არ აცხადებს და თვითონ მიიჩნევს, რომ მას შეუძლია აღნიშნული საქმე განიხილოს და მიიღოს მონაწილეობა ამ საქმეში, ჩვენი მხრიდან ამ შემთხვევაში აღნიშნული საფუძვლის აცილების დასაბუთება არ არის საკმარისი ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან. თქვენ მოგეცნებათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა განმარტავს მათ შორის ნათესაური კავშირი, თუ როგორი სახით უნდა იყოს, იმისათვის, რომ აცილების წინაპირობები დადგეს. სხვა ობიექტური გარემოებები ამ შემთხვევაში მართალია არის ზოგადი ხასიათით ჩანაწერი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის, მაგრამ ეს ითხოვს ამ შემთხვევაში შუამდგომლობის წარმომადგენელი პირისაგან ობიექტური გარემოებების მითითებას, რაც უქმნის მას საფუძველს იმისი, რომ მოსამართლე ვერ იქნება მიუკერძოებული დავის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარისგან გასაკვირია ეს შუამდგომლობა, მე მგონი, ვინაიდან მათი მართლმორებლის ნათესაურ კავშირზე აქვს
ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი თქვენ რომ განიხილოთ საქმე და ამასთან თუ მხარე აზრებს სააპელაციო ეტაპზე შემდგომში ბავშვად გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში ჩვენი მხრიდან დაყენებული იქნება აცილების საფუძვლებთან დაკავშირებული მოსაზრებები, აქვე გამოვსწავთ ამ სხდომაზე და მოგეხსენებათ ამ მიერიდან ჩვენ ვერთმევა უფლება თქვენი აცილების საკითხის სხვა ინსტანციებში დავაყენოთ. უარს ვაცხადებთ აცილებაზე პირველ ინსტანციაში, რაც საბოლოოში ამ გარემოებების არსებობის შემთხვევაში სხვა გარემოებებზე არა. გვერდდება შესაძლებლობა, რომ აპელაციაში ამ საფუძვლით მოგითხოვოთ, თუ თქვენი გადაწყვეტილება არ მოგვეწონება, ესე იგი გადაწყვეტილების გაუქმება. აქედან გამომდინარე, ჩვენ თანახმოვართ, რომ თქვენ განიხილოთ ეს დავა და არ ეთანხმებით წარმოქმნილ შუამდგომლობას. ერთმანეთს აპელაციაში ამას კონსილად ვერ გამოვიდნენ. აი ზუსტად ეგ განმარტება ბატონო მოსამართლე, თუ მხარე თავს იზღვევს, რომ შემდგომ შეიძლება ჩვენთვის საფუძველი არსებობდეს თქვენი გადაწყვეტილების გაუქმების სწორედ ამ გარემოებებზე მითითებით, აქვე ვაცხადებთ უარს და ბუნებრივია გვერდდება შესაძლებლობა, რომ აპელაციაში ამ საფუძვლებზე მივუთითოთ, თუ რა თქმა უნდა გადაწყვეტილება არ იქნება ჩვენს სასწავლებლად მიღებული. დავამატეთ რა ის დავამატეთ ბატონო მოსამართლე, ნახეთ სიტყვა გასაკვირია გამოიყენეს და მართლაც შეიძლება გასაკვირი იყოს ასე რომ წარმოგიდგენთ, მაგრამ თქვენ შესავალს ხომ როდესაც გახსენით, გამოვაყენეთ რომ მაღალი საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესია ამ საკითხის მიმართ, ამერწმუნებით ეხლა ყველა საქმე მაღალ საზოგადოებრივ ინტერესებს ვერ სარგებლობს, ხალხია ყველა მხარეს დუგებით თანაბრად, მაგრამ ინერგია საზოგადოებრივი ინტერესია ჩვენ გინდა ამ პროცესში აბსოლუტურად ნათლად ღია გაცხადებული გარემოებებით ფაქტებით ვისაუბროთ. ცხადია ჩვენი მოლოდინი ამ პროცესის მიმართ არის ის, რომ ზია ამაღლობელი ამ შემთხვევაში სამართალდამცავი და მის მიმართ ესე ვთქვათ, რომ განაწილებული გარემოებები ბუნებაში არ არსებობს და ცხადია სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს სამართალდამცავი შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ინერგია საჯარო ინტერესია. ცხადია ჩვენ ამ პროცესში ზოგადად ერთმანეთს იამბობენ გენდე, ყავს საზოგადოებრივი პარტნიორები, რომლებიც ჩვენს მოსაზრებებს, საჯარო განცხადებულ ფაქტებს და გარემოებებს არ ეთანხმებიან და შესაბამისად, თუ ჩვენს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება გამოვა, ცხადია გადაწყვეტილება გახდება საჯარო კრიტიკის და გაკითხვის საგანი იმ თვალსაზრისით, რომ ამ ნათესაურმა კავშირმა და ობიექტურმა გარემოებებმა ბუნებრივად ხელი შეუწყოთ იქოს და ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება. მოდი ასე ვთქვათ, ვინაიდან ეს არ უნდა იყოს გასაკვირი ხალხისთვის, ჩვენ ამ საქმეს უყურებთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მაქსიმალურად გვინდა ეს საქმე იყოს რაიმე ტიპის განმეორებისგან თავისუფალი და არ იყოს გავლენების მატარებელი. შეიძლება საქართველოში ყველა ვიზაცა უპასუხო ოპონენტმა თქვას, რომ ყველას იცნობს და ყველა რაღაც ტიპის ურთიერთობაშია, მაგრამ ეს არის ჩვენი გაცხადებული, ასე ვთქვათ, მოცემულობა, ხომ ჩვენ ამ შემთხვევაში მოსამართლის აცილების ამიტომაც თქვენს განმარტოთ, რომ ოჯახის წევრსაც იცნო და ეს ცნობადობა მაგალითად თქვენ ქუჩაში ყველა შემოგვდა ადამიანს გამარჯვებას ბუნებრივია ვერ იტყვით და არ იტყვით, იმიტომ რომ არ იცნობთ და ასე ვთქვათ, გამარჯვების თქმა და ეს ურთიერთობის ნაწილი, რაც ასე ვთქვათ, თქვენ განავრცეთ ჩვენ შემოგობაში არ ვისაუბრეთ, რომ ძმას იცნობთ, როგორც ნათესავს და კარგი გამარჯვების ზოგადად ურთიერთობიდან გამომდინარე შეიძლება ქუჩაში შეიქმნა და გამოისაუბრა. ამიტომ ძალიან მარტივად რომ შევაჯამოთ, ჩვენ გვინდა ყოველგვარი გავლენისგან იყოს სასამართლო თავისუფალი. ამ შემთხვევაში გავლენას მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ ვსაუბრობთ იმ გადმოსახედზე, რაც შეიძლება იყოს ჩვენს სასარგებლოდ წყალებში და ეს სასარგებლო გარემოებები ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება. არ არის ეს საქმე იმდენად რთული, რომ ჩვენ დაგვემაგა ეს ინფორმაცია არ გაგვეცხადებინა და ცხადია როგორც განმარტეთ შეიძლება ვერც მეორე ხალხს ვერ გაიგო, მაგრამ არ ვიყენეთ არავითარ ესე რომ შემავსუბუქებელ შეგავარდეთ რაც შეიძლება სასამართლოსთვის, შეიძლება ღია და საჯაროდ არ, მაგრამ შინაგან მიწვევისთვის თქვენზე გავლენა მოახდინოს. ამიტომ თქვენც გვინდა რომ ამ გავლენისაგან და წნეხისგან გათავისუფლდეთ და ამ შემთხვევაში არ იყოს საჯარო გაკითხვის ობიექტი ის გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მიიღებს და ცხადია ამის შესაძლებლობას ჩვენ ვიხერხებთ და იმ აცილებას, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ, ეხება სწორედ ამ გარემოებებს. თუ შეიძლება დავამატებით იმ არგუმენტებზე დაყრდნობით, რაც გვარგობენ მხარემ, აქ საუბარია იმაზე, რომ თითქოს აპელაცია არ ზღვევს რაიმე რისკებს. მხარეს აქვს უფლება შემადგენლობრივ
იხილავს, იყოს ობიექტურად მიუკერძოებელი განხილვის ყველა ეტაპზე, როგორც პირველი ეტაპის განხილვისას, ასევე აპელაციაში. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს დააზრდოს ეს არ არის ობიექტურად ის გარემოება, რომელიც გამართლებდა არაცილებას ამ საქმეში არ ჩამოშორებას თქვენი. გარდა ამისა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თქვენი ნათესაური კავშირი მაინც და მაინც შესაძლოა პოზიტიურად ასახვის პირობა იყოს. პირიქით, შესაძლოა თქვენთვის ეს იყოს დამატებითი ბარიერი, რომ ამ საქმეზე მზიას სასარგებლო გადაწყვეტილება გამოვიტანოთ, სწორედ იმ წლიდან გამომდინარე, რომ ჩათვალოთ, რომ შესაძლოა ეს ურთიერთობები ხალხმა აღიქვას, თქვენს მიკერძოებათ მზიას სასარგებლოდ და სწორედ იმიტომაც მიიღოთ ამ შემთხვევაში მზიას საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და არა პირიქით. ამიტომ ეს მხარეც აქვს ამას და არა მარტო ის, რომ შესაძლოა ამან თქვენ მზიას სასარგებლო გადაწყვეტილება მიგალებინოთ. ყოველ შემთხვევაში თქვენი გადაწყვეტილება ვერ იქნება საზოგადოების თვალში ის და ვერც ჩვენს თვალში ამ მხარესაც მუდმივად ექნება ეს განცდა, თქვენ შესაძლოა მიიღეთ მიკერძოებული გადაწყვეტილება მზიას საწინააღმდეგოდ, სწორედ იმიტომ, რომ თქვენ არ ჩათვალონ, თუნდაც სასამართლო სისტემაში არ ჩათვალონ, რომ თქვენ მიკერძოებული იყავ. პრინციპში ბატონო რაჟდანი მეორე ფილმში მიყავს ეს ისეთ ეკუთვნებს. აი, მეორე საფუძველი სხვა რა. ორი კითხება, რომელიც ამბობს ნათესაურებში. მაინც ერთი ხალხი. არა, ეს ბატონო ყველა პროცესები აქვს, კითხულება ასაგები. მე მესმის. ხარებ არგუმენტაციების და მესმის ადამიანურადაც თუმცა ნასაუბრთა გასაკითხი დარჩეს, გასაკითხი ჩალებში ჩემს მიღებული გადაწყვეტილება, მისაღები გადაწყვეტილება არ ერთი ან მეორე თალისათვის ან ორივე თალისათვის შეიძლება ეს არ იყოს ადამიანურად სასიამოვნო, მაგრამ როგორც მოსამართლე გავარია რომ მე ვიყო სამართალთა მართალი და კანონთა მართალი სწორი, აქედან გამომდინარე მე ვერ ვხედავ, რომ ეს გარემოება მithumetes ჩვენ შორის კაბადონიზიას თანხმობა აღებდა რაიმე საკის ურთიერთობა არც უნიარობა უშუალოდ მასთან ოჯახში ან ჩემთან ოჯახში არც სიმამრის ოჯახში ამ ქონია ასე ვთქვათ შეხვედრა მეორე რომ ორი თვე იქნება რაც ცოტა მეტი შეიძლება ნაკლები აგარები და განსხვავებული ჩემთვის ზამთრის წესი თორსა აგარებული რომ ის არის ასე ვთქვათ ჩემს სიმამრის დედაშვილი ვარაც შოლები ნათესავი გასაგებია, თუმცა შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოგაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი აცილების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და გამომდინარე აქედან გამოდის საუბრო დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე არის თქმის შესახებ, აღნიშნული დადგენილება წარგი არ საჭირდება და შეიძლება მხარეებმა გაასაჩივრონ შემაჯამებელი გადაწყვეტილებასთან ერთად. ანუ ვაგრძელებს თომას